ვაგრძელებთ spot trading ბოტების განხილვას და ამ ვიდეოში გაჩვენებთ თუ როგორ უნდა გავიტანოთ spot trading ბოტიდან გარკვეული თანხის რაოდენობა, ისე რომ ბოტის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს და ეს ბოტი არ გავაუქმოთ საერთოდ. ანუ არაფერი არ შევცვალოთ, უბრალოდ ავიღოთ გამომუშავებული თანხა. გადავდივართ საფულეში. შემდეგ გადავდივართ აი აქედან ბოტების განყოფილებაში. აქ ხედავთ რომ ორი ბოტი მაქვს გახსნილი. აი აქეთ ამ მხარეს წითლად მონიშნული არის მოგება და წაგება, პლუსი ან მინუსი, თუ დაგვაპროფიტებს ამ შემთხვევაში ეგ წონედ იქნება აღნიშნული და თუ გავალთ მინუსში, რა თქმა უნდა, აი ასე. ეს გამოიწვია ფასების მკვეთრმა ცვლილებამ, ფასის შემცირებამ და ამ რისკებთან დაკავშირებით ვისაუბრე წინა ვიდეოში მესამე განხილვაში. შეგიძლიათ გადახედოთ. ეხლა გაჩვენებთ კონკრეტულად პირველი ბოტიდან როგორ უნდა გავიტანოთ თანხა. გამომუშავებული აქვს $6 და 33 ცენტი კონკრეტულად ამ ბოტს. ბოტი ფუნქციონირებს 2 დღე და 11 საათი. შემდეგ ვაწვევით აი აქ განაღდებას. აქ მოცემული არის, განვიხილოთ ახლა თითოეული დეტალი. აქ შეგვიძლია ჩავწეროთ რაოდენობა, მაგალითად, რა რაოდენობის გატანა გვინდა. აქედან შეგვიძლია დავუწეროთ პროცენტები, ანუ გამომუშავებული თანხის გვინდა 10%, 25, 50, 75 თუ 100. თუ დავაჭერთ 100%-ს, გვიჩვენებს, რომ მაქსიმალური შეგვიძლია ავიღოთ $5 და 33 ცენტი. ამ შემთხვევაშიც ქვემოთაც წერია, რომ გასანახდებელი მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს $5 და 33 ცენტს. ქვემოთ მითითებული არის რაოდენობა, რომელიც ჩვენ უკვე გავიტანეთ, ანუ წინათ გატანილი თანხის რაოდენობა. ვინაიდან ამ ბოტიდან ჯერ თანხა არ გამიტანია ამ შემთხვევაში, აქ არის 0. შემდეგ ქვემოთ წერია grid profit-ი. თვითონ ამ ბოტმა მთლიანად ამ 2 დღის და 11 საათის თუ რაც არის, რამდენი ხნის განმავლობაშიც ფუნქციონირებს, რამდენი გამოიმუშავა თანხა. ეს არის $6 და 33 ცენტი. შემდეგ აქ წერია, რომ აი ეს გასანახდებელი თანხა დაჯდება ფუნდინგ საფულეზე ამ შემთხვევაში, რომ ძებნა არ დაუწყოთ და რაიმე კითხვები არ გაგვიჩნდეს დამატებით. და გავაკეთებ ასეთ რამეს. მივუთითებ 100%-ს. შემდეგ დავაწვევი გაკონფირმებას და ეს თანხა წარმატებით გადავა ჩემს ანგარიშზე. აქ უკვე დაეწერა $-21 და 97 ცენტი, ვინაიდან ჯამური მოგება და ჯამური მინუსი გამოიანგარიშება როგორც ტოკენის ფასის შემცირებით ან მომატებით, ასევე გრიდის გამომუშავებით. ზოგადად მთლიანად ფასის ცვლილებამ გამოიწვია $-21 და 94, მაგრამ ვინაიდან გრიდმა გამოიმუშავა $6 და 33 ცენტი, აი ამან დააბალანსა და ამიტომ იყო აქ $16 და რაღაც გარკვეული ცენტები. ვინაიდან ის თანხა ავიღეთ $5 და 33 ცენტი, აქაც გამოაკლდა იმ რაოდენობის თანხა. ეხლა როდესაც აი ეს ბოტი იმუშავებს და გამოიმუშავებს გარკვეულ თანხას, grid profit-იდან მიღებული თანხები გამოაკლდება ამ $22 და 11 ცენტს კონკრეტულად ამ წუთიდან. და გადავიდეთ ჩვენს საფულეში ისევ და ვნახულობთ, რომ ფუნდინგ საფულეზე ნამდვილად გვაქვს $5 და 33 ცენტი, რაც მოხსენით აი ამ grid bot-იდან. ეხლა რაიმე კითხვები რომ არ გაგვიჩნდეს, გაჩვენებთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია ამ თანხის გამოყენება და ეს თანხა დაბლოკილი არ არის. შეგვიძლია გავანაღდოთ, შეგვიძლია გავიტანოთ, შეგვიძლია სხვა ტოკენი ვიყიდოთ და რაშიც გვინდა გამოვიყენოთ. მაგალითად, გავაკეთებ ტრანსფერს სავაჭრო ანგარიშზე და ვიყიდი ton coins. და ამით გაჩვენებთ, რომ ნამდვილად შესაძლებელი არის აი ამ თანხის გამოყენება. ტონის ფასი საკმაოდ შემცირებულა.
და ვიყიდოთ მარკეტის ფასით ლიმიტს რომ არ დაველოდოთ $5 და 30 ცენტის. ორდერი წარმატებით განთავსდა, წარმატებით დაიხურა, გადავალთ ისევ საფულეში და ვნახოთ უკვე ანგარიშზე მაქვს 1 ტონი და 0.09 რომ დავამგვალოთ, ეს არის $5 და 29 ცენტის. შემიძლია გადავრიცხო, გამოვიყენო და ასე შემდეგ. მოკლედ, ასე ფუნქციონირებს აი ეს ტრეიდინგ ბოტები და ასე შეგვიძლია მოხსნათ კონკრეტულად ტრეიდინგ ბოტიდან გამომუშავებული თანხები. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იქნება მინუსში, იქნება პლუსში, თუ რა პერიოდშიც გინდათ, აი აქედან შეგიძლიათ ნახოთ მონაცემები. აი აქაც დაეწერა უკვე რომ $5 და 33 ცენტი ჩვენ უკვე გავანაღდეთ კონკრეტულად ამ ბოტიდან. თუ კიდევ გავიტანთ გარკვეული რაოდენობის თანხას, დაემატება აქ და გვიჩვენებს ჯამურად რამდენი გვაქვს გატანილი. მოკლედ სულ ეს იყო აი ამ გრიდბოტიდან თანხის გატანის ინსტრუქცია. იმედია გამოგადგებათ. ყველას წარმატებას გისურვებთ დროებით.